სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დაახლოებით 15 წლის წინ განათლების სამინისტროს ჰქონდა მცდელობა შემოეტანა საქართველოს სკოლებში და სხვადასხვა სასწავლებლებში სექსუალური აღზრდის შესახებ სწავლება. ანუ მას ჰქონდა მიზნად ამ სამინისტროს, რა თქმა უნდა, უცხოელი ემისრების დაკვეთით ჩვენი მომავალი თაობის გარკვნა. მაშინ საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის შედეგად მოხდა ამ პროექტის შეჩერება. და ახლა კვლავ განათლების სამინისტრო კვლავ და კვლავ ასევე უცხოელი ემისრების დაკვეთით ცდილობს შემოიტანოს ჩვენს სკოლებში და სხვადასხვა სასწავლებლებში უკვე შენიღბული შეფარული სახით იგივე პროგრამა სექსუალური აღზრდა და ბავშვების ჩვენი მომავალი თაობის გარკვნა. ამასთან დაკავშირებით განთავსდა ინტერნეტ სივრცეში პროექტი განათლების სამინისტროს მიერ ორი ახალი საგნის შემოღების შესახებ. მესამე, მეოთხე კლასებში მე და საზოგადოება, ხოლო მეხუთე, მეექვსე კლასებში ჩვენი საქართველო, რომელიც შინაარსობრივად სწორედ სულიერ ფიზიკურ დეგრადაციას ჩვენი მომავალი თაობისა ემსახურება. სრულიად აშკარაა, რომ ახალი საგნების შინაარსი სწორედ იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რასაც ევროკომისია საქართველოს დირექტივის სახით აძლევს და რომლის მიზანია დაბალი კლასებიდანვე ბავშვებს ისეთი სწავლება შესთავაზოს, რაც მას ჩამოუყალიბებს არატრადიციულ ეროვნულ და სარწმუნოებრივ ცნობიერებას, არამედ ლიბერალურ მოდერნისტულს, ანტიეროვნულს და ანტიმართლმადიდებლურს. სრულიად აშკარაა, რომ ხსენებული საგნები დასავლეთიდან არის დაკვეთილი და მიზნად ისახავს არაეროვნული პატრიოტული და ტრადიციული სარწმუნოებისა და ღირებულებების მიმდევარი პიროვნებების ჩამოყალიბებას, არამედ უსახური, უფესვებო, უოჯახო და ეგოისტური მიდრეკილებების მქონე მსოფლიო მოქალაქის აღზრდას, რომელსაც არ აქვს ეროვნული სამშობლო და თვითმყოფადი კულტურა. მაგალითად, ჩვენ ვიხილეთ ამ წინა წლების მანძილზე ამის შესანიშნავი მაგალითი ნაციონალური პარტიის სახით. სწავლებების ერთ-ერთი მიზანია, ციტატა, დაეხმაროს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მისი ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებაა. დააკვირდით, არა ჩვენი სიქადული მართლმადიდებლობა, როგორც ბრძანებს რუის უბნისისებლის წერა, არა ჩვენი ეროვნული, ავთენტური, თვითმყოფადი კულტურა, ტრადიციები და ჭეშჩეულებები, არამედ ნიველირებული ფსევდო-კოსმოპოლიტური მრავალფეროვნება, რელიგიური სინკრეტიზმი და ასე შემდეგ. ამას გარდა ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მოთხოვნაა გენდერის შესახებ სწავლება, რაც აუცილებლად უკავშირდება LGBT თემატიკას, რადგან სწორედ ამ სპექტრთან დაკავშირებით არის ეს ტერმინი დასავლეთის მიერ შემოტანილი ხმარებაში. ასევე სწავლება LGBT ტოლერანტობასა და გენდერული თანასწორობის შესახებ. ხსენებულ დოკუმენტში მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, სადაც ღიად ეწერა სწავლება გენდერისა და გენდერული თანასწორობის შესახებ, პირდაპირ ეს აღარ წერია, თუმცა არაპირდაპირ შეფარვით ის მაინც რჩება სწავლების საგნად
უმცირესობების თემატიკიდან გამომდინარე. ანუ, როდესაც მიმდინარეობდა ამ პროექტთან დაკავშირებით დებატები, ბუნებრივია ამ პროექტმა ჩვენი აღშფოთება გამოიწვია და მოხდა არაერთი შეხვედრა, როგორც საპატრიარქოში უწმინდესთან სასულიერო პირების შეკრებები, ასევე მოხდა პირადად მინისტრთან საუბარი, ჩვენი წარმომადგენლების, ასევე მოხდა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების შეხვედრა სამინისტროში, უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. და აქედან გამომდინარე, მათ თითქოს უკან დაიხიეს და შეცვალეს პროექტი, შეცვალეს იმით, რომ გენდერი ამოიღეს, მაგრამ დატოვეს უმცირესობები. ანუ არ წერია იქ ამ პროექტში რელიგიური უმცირესობა, ეთნიკური უმცირესობა, არამედ მხოლოდ უმცირესობები. და უმცირესობებში ბუნებრივია ჰომოსექსუალური მიმდინარეობის, ანუ LGBT თემატიკის ცხოვრების წესის და ასევე მათი მხარდამჭერი ადამიანებიც მოიაზრებიან. მით უფრო რომ თვითონ ეს პროექტი გაჟღენთილია სწორედ ამ სულისკვეთებით. ახლა ციტატები ძალიან ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ ამ პროექტიდან და ამის ახლა საშუალება არ აქვს ჩვენ, მაგრამ მოკლედ შეიძლება შევაფასოთ თუ რა საფრთხეებს მოიცავს ეს პროექტი. გარდა იმისა, რომ აქ საუბარია პირდაპირ გარყვნაზე ჩვენი მომავალი თაობისა. რადგანაც თქვენ კარგად მოგესალმებათ, რომ მამათმავლობა, დედათმავლობა ეს არის დამღუპველი ცოდვა და ბავშვებს სწორედ აი ეს უნდათ, რომ ასწავლონ კარგი გაგებით, როგორც ნორმალური ცხოვრების წესი. აი ეს უნდათ გადასცენ ჩვენს მომავალ თაობას. აშკარად მართლმადიდებლობის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი როლის დაკნინებისკენაა მიმართული ეკუმენისტური სწავლება რელიგიურ ტოლერანტობასთან დაკავშირებით. ანუ აქ არის თემატიკა ასევე, რომელიც რელიგიურ ტოლერანტობას შეეხება. ჩვენ ბუნებრივია, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, ადამიანებთან გვაქვს წმინდა ადამიანური ურთიერთობა და მათ არ ვერჩით, მაგრამ მათ რელიგიას ვერასდროს ვერ შევიწყნარებთ, ვერასდროს ვერ მივიღებთ. აი ამ პროექტში კი ასახულია სწორედ მათი სარწმუნოების მიღება, შეცნარება და ბავშვებში ასეთი ცნობიერების გაღვივება, განვითარება. სახიფათოა სწავლება ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც მიმართულია ოჯახის სიმტკიცის, ოჯახში უფროს უმცირესობის, მშობელთა პატივისცემის და ოჯახური ტრადიციების წინააღმდეგ და რამაც ევროპა იუვენალური ფაშიზმის საფრთხის წინაშე დააყენა. ანუ რღვევა ოჯახური ტრადიციების. თქვენ გახსოვთ, არაერთხელ გქონდა საუბარი უკვე თემაზე, რაც ესე ფართოდ არის რეკლამირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, განსაკუთრებით და ჟურნალისტების მიერ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ. თითქოს ახლა ჩვენ საქართველოში ქალებს ვერჩით და რაღაც გვჭირს. მთელ მსოფლიოში იგივე პრობლემა დგას. და მეცაც გეტყვით, როგორც ქალების მიმართ არის ძალადობის ფაქტები, ისე როგორც ჩვენთან ასევე სხვაგან, ასევე არის კაცების მიმართაც. კაცებმა რა დააშავეს. რა არაერთი ფაქტია, როდესაც კაცსაც კლავენ ქალები. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი იყოს, არც მეორე, არამედ პატივისცემა იყოს ქალისა და კაცის მიერ ერთმანეთის მიმართ. ასეთია დამოკიდებულება, ამიტომ ჩვენ ამის სწავლება არ გვჭირდება. და თუ ვინმე ჩადის რაიმე ძალადობას, ის უნდა დაისაჯოს, ცალსახად ასეა. ამას არ ჭირდება სკოლებში შემოტანა თემას, რომ თითქოს აი ქალები ჩაგრულები არიან და ქალებს რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები ჭირდებათ. სწორედ აი ამაშია ფემინისტური ცნობიერების ფესვები ჩანერგილი, რომ ქალი წინ წამოწიონ მამაკაცზე, წინ დააყენონ უკვე ოჯახში, რომ სწორედ ის დაირღვეს, რაც სახარების მიერია, წმინდა წერილის მიერია. სწავლება იმის შესახებ, რომ მამაკაცი არის თავი ოჯახის. აი ეს უნდა დაარღვიონ, რათა ოჯახის წესი, ცხოვრების წესი, ნორმა დაირღვეს და განადგურდეს.
და ჩვენ ვხედავთ ევროპაში როგორი ცხოვრების წესია ან ამერიკაში. დანგრეული ოჯახები ერთმანეთზე მიყოლებით, სადაც უკვე ქალიშვილობას დასცინია და ოჯახურ ტრადიციებს დასცინია. აი ასე უნდა საქართველოშიდაც რომ წარმართონ ყველაფერი და ამას სწორედ განათლების სამინისტრო ხელს უწყობს. აი ეს ბუდე, აი მარაზმის ეს ბუდე. არის აგრეთვე აქ შემოტანილი ამ პროექტში ძალზედ სახიფათო ტენდენცია, კერძოდ როლური თამაშები. ანუ ბავშვებს ათამაშებენ სპექტაკლებს. სპექტაკლებს ათამაშებენ, სადაც არის თქვათ ერთ-ერთი ბავშვი, რომელიმე LGBT წრის წარმომადგენელი. და სხვა ბავშვებს მის მიმართ უნდა ჰქონდეთ კეთილი განწყობა. ნორმალურად უნდა აღიარონ, ხუმრობენ, თამაშობენ ერთმანეთში. ანუ შექმნან დადებითი განწყობა ასეთი ცნობიერების და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მიმართ. ასევე ათამაშებენ თქვათ სხვა სარწმუნოების მიმდევრის როლში ბავშვს. და ნუ გამოყავთ ის როგორც ასე ვთქვათ დადებითი პიროვნება, პრინციპში რა დააშავე, ხო ადამიანია ხო და ჩვენ კიდევ ვიმეორებ არ ვერჩით სხვა სარწმუნოების მიმდევარ ადამიანს. მაგრამ ეს უნდათ როგორ შემოიტანონ, იცით რომ აი ეს მუსულმანია, მუსულმანობა კარგია, აი ეს თქვათ კათოლიკია, კათოლიკობა კარგია. ანუ რო აღრიონ ეს ცნებები, სად არის ჭეშმარიტება, ბავშვმა რომ დაკარგოს ეს აზროვნება, რომ ჭეშმარიტება არის ერთი, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია. აი ამას ემსახურება ეს როლური თამაშები სწორედ. ანუ ფაქტიურად სკოლა იქცევა თეატრად. აი ეს უნდა რომ განათლების სამინისტრო მოაწყოს. ბუნებრივია რომ ამას შევეწინააღმდეგებით. ამას ჩვენ არ დაუშვებთ და ვიცით, ჩვენ პატრიარქის პოზიცია ძალიან მკაცრი, უკიდურესად მკაცრი პოზიცია აქვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამასთან დაკავშირებით. აი ისე როგორც ეკლესიას ჰქონდა პოზიცია ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, აი ისეთივე მკაცრი პოზიცია გვაქვს განათლების სამინისტროს მიერ შემოტანილი ამ პროექტის მიმართ. და იცოდნენ მათ, რომ ამას შევეწინააღმდეგებით, თქვენთან ერთად დავდგებით იქ სამინისტროსთან და გავაპროტესტებთ ამას. ეხლა როგორ აფასებენ ამას ყოველივეს დასავლელი ექსპერტები? ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები, იმიტომ ევროპამ გაიარა უკვე ეს უბედურება სამწუხაროდ მიიღეს. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთი განათლება ბრჭყალებში და დღეს ტირიან, ბავშვები გამოყავთ სკოლებიდან. ამის არაერთი ფაქტი ვიცით ჩვენ, თუნდაც ინტერნეტ სივრციდან, თუნდაც ჩვენი ახლობლებიდან, ბავშვები სკოლებიდან გამოყავთ უკვე. იმიტომ რომ პირდაპირ ელაპარაკებიან იქ ბავშვებს იმაზე, რომ ჰომოსექსუალიზმი ეს კარგია, თქვათ, მამათმავლობა, დედათმავლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნორმალურია. უტარებენ ისეთ გაკვეთილებს, რომ ფსიქოლოგიურ დარტყმას იღებენ ბავშვები. ელაპარაკებიან ისეთ თემაზე, როგორიც არის ინტიმური საკითხები. სულ პატარა ბავშვებს და ბუნებრივია ეს მათზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. და ნორმალური მშობელი თავისშვილს, რა თქმა უნდა, იქ აღარ დაუშვებს ასეთ სკოლაში. აი ერთ-ერთი მათგანი საზოგადოებრივი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელია, პიროვნება იტალიელი ალესანდრო ფიორე, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში სხვა მის თანამოაზრეებთან ერთად. ძალიან დიდი კონფერენცია გაიმართა 18 მაისს 2015 წლის სასტუმრო მარიოტში, რომელიც უნდა ითქვას, რომ არც ერთმა ტელეარხმა არ გააშუქა, არც პრესა. საერთოდ ერთი სიტყვა არ თქვა, არადა გრანდიოზული კონფერენცია ჩატარდა სწორედ აი ამ ასეთი განათლების საწინააღმდეგოდ სკოლებში. ერთ-ერთი პიროვნება იყო სწორედ აი ეს ბატონი იტალიიდან ალესანდრო ფიორე, რომელმაც იქ სიტყვა წარმოთქვა და ამონარით წაგიკითხავთ მისი სიტყვიდან. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხორციელდება გენდერის თეორიის მხარდაჭერა, მხრივ არც იტალია გამონაკლისი. რა არის გენდერის თეორია? თეორიის შესაბამისად ნებისმიერი სექსუალური ორიენტაცია ნორმალურია.
როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური შეუთავსებლობა. ქორწინება შეიძლება შედგეს ორ კაცს ან ორ ქალს შორის და ბავშვებს არ სჭირდება დედა და მამა, არამედ უბრალოდ მშობელი პირველი და მშობელი მეორე. ეს თეორია ეწინააღმდეგება საერთო აზრს. მოზარდები უფლებამოსილნი არიან უბრალოდ უარყონ ეს აზრი, მაგრამ LGBT-ს ნამდვილად არ აქვთ იმის იმედი, რომ დაგარწმუნებთ თქვენ, ვისაც ძლიერი მორალური ღირებულებები გაქვთ. მათ სურთ დაარწმუნონ ბავშვები. ბავშვები გაცილებით უფრო სუსტები არიან. მათ ბუნებრივი რწმენა აქვთ თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ. ისინი ადვილად ირყვნებიან და ეს ზუსტად ისაა, რაც LGBT-ს სურს. აი ამიტომ უნდა სკოლებში ამ სწავლების შემოტანა. ამიტომ იტალიაში გენდერის თეორია წარმოდგენილია რამდენიმე გზით განსაკუთრებით სკოლებში. უნარი, ესეთი აბრევიატურაა ლათინური, არის ანტიდისკრიმინაციული სამთავრობო ოფისი. მან გამოაქვეყნა სტრატეგია, თუ როგორ უნდა იქნეს აღსრულებული ეს თეორია განსაკუთრებით სკოლებში. სტრატეგია ხელს უწყობს განათლების საფუძველზე გენდერულ იდენტობას და LGBT-ს გაძლიერებას სკოლებში. რელიგიურ ხალხს მიაკუთვნებენ ჰომოფობიურ ჯგუფს, ანუ პირდაპირ ლაპარაკობენ, თქვათ, რელიგიურად მოაზროვნე ადამიანს ჩვენზე, მაგალითად, იტყვიან, რომ ესენი არიან ჰომოფობები. ანუ ვინ სწორად აზროვნებს რელიგიურად უზნეობრივად, მათ საშიშ ადამიანებს დაუძახებენ. მათ ადამიანების მტრებს დაუძახებენ, ანუ ჩვენ. ამას აი ასეთ ცნობიერებას ნერგავენ. უნარმა გამოაქვეყნა 3 სახელმძღვანელო, დაწყებითი და ზოგად საგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელოები მასწავლებლებს ასწავლიან, რომ ჰომოსექსუალიზმი და გენდერული იდენტურობა უნდა იქნეს წარმოდგენილი ყველგან. მათემატიკურ ამოცანებშიც კი. მოცემულია მაგალითი, მერი მიდის მაღაზიაში თავის ორ მამასთან ერთად და ყიდულობს რაღაცას. ზოგიერთ სკოლაში მათ დაიწყეს MGO სტანდარტების დანერგვა, სტანდარტები ევროპული სქესის განათლებაში. 4-6 წლის მანძილზე უნდა მოხდეს ბავშვების ინფორმირება ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ. დაახლოებით 4 წელი ბავშვებმა უნდა შეისწავლონ სხვადასხვა სქესის იდენტურობა და უნდა იქნენ ინფორმირებული ადრეულ ბავშვობაში მასტურბაციის შესახებ. იტალიაში არსებობს გეის ზღაპრები პატარა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. არის ასეთი ლიტერატურა, რომელიც აღწერს, როგორ ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივია ყავდეს ორი მამა. აქვე აღწერილია, რომ მათ შვილი სუროგატი დედისაგან ეყოლათ და რომ ესეც ძალიან ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ სუროგატობა იტალიაში ჯერ კიდევ კრიმინალად ითვლება, ისე როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. მაგრამ ამას არაფერს აღარ აქცევენ. ყურადღებას რა კანონები აქვთ მიღებული. მთავარია ეს გაიტანა. მომავალი თაობის ბავშვების გარყვნა. ზოგიერთ დაწყებით სკოლაში LGBT ჯგუფები ასწავლიან უსაფრთხო სექსუალურ ურთიერთობებს. ამასთან ისინი აგრეთვე დეტალურად ასწავლიან ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. აი ისე როგორც თქვათ, შექმნიან საქართველოშიც საპილოტე სკოლებს და ასე შევლენ ან პარტიზანულად, ან პირდაპირ და დაიწყებენ ამ თემაზე საუბარს და სწავლებას. ამის მსგავსი მაგალითები უკვე რამოდენიმე სკოლაში საქართველოში მოხდა. ესე რომ აი ასეთი დიდი საფრთხის წინაშე დავდექით ჩვენ, ქართველი ხალხი კვლავ და კვლავ. ბუნებრივია, რომ განათლების მინისტრი არის თოჯინა ევროპელი და ამერიკელი ბოსების ხელში და ბუნებრივია, რომ ის ასრულებს დავალებას. მაგრამ ჩვენ დავიწყოთ იქიდან, საიდანაც მოდის ეს უბედურება. და იმათაც, ვინც ამას გვიკვეთავენ ჩვენ საქართველოში, შესაბამისი პასუხი გავცეთ. თუ ჩვენ ეხლა გავჩერდებით და პასუხს არ გავცემთ, ჩვენ ცოტა ხანში როგორც ერი
სულიერი თვალსაზრისით ხო გადავგვარდებით, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით გველის განადგურება, გენოციდი. რადგანაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამას, რომ ჰომოსექსუალიზმის განვითარება საქართველოში ნიშნავს იმას, რომ მომავალი თაობა აღარ გამრავლდეს ჩვენს ქვეყანაში. ანუ ეს არის ფიზიკური გენოციდის დასაწყისი. ასე რომ როგორც არის ერთ-ერთ ლექსში ნათქვამი, ქართველო ხელი ხმალ სიგარო. აი ასეთი უკვე ბრძოლის წინაშე ჩვენ დგევართ და ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვებით შეგვაძლებინოს ამ ბრძოლის წარმატებით წარმართვა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგორდოთ.